აღარ ამოძრაობდა. მოგესალმებით ბათუმიდან, ჩამოვედი ოცნების ქალაქში, იქ სადაც მე არასოდეს არ ყოფილ ვარ. ვიქნები აღმწერი დეტალურად ყველა დეტალის, ყველა ამბის, ყველა სახლის. ერთ-ერთი მინდა რომ შევამკვეთ ოპერატორს. აი აქ დავაკაკუნოთ, მოდით. ეხლა მოვაკე. მინდა უბრალოდ განახოთ სახლები, რომ შემოხვიდეთ. ანუ არ გეგონოთ რომ სახლი არ არის და რაღაცა. ანუ ეს აქ ადამიანი ცხოვრობს, ოჯახი ცხოვრობს, შეხედა ალექს 167-ში. ამ 63-შიც ადამიანი ცხოვრობს, ან ადამიანები პრინციპში. ხო, შესაძლოა ზოგიერთი მათგანი ახლა არ იყოს სახლში, იმიტომ რომ მუშაობენ ხოლმე, მათ შორის სოციალურ სასადილოში. ანუ მინდა რომ დაახლოებით მაინც წარმოიდგინოთ რა ტიპის ფიცრულებში ცხოვრობენ აქ. ბევრმა მოახერხა სხვათა შორის ამ ფიცრულის დანგრევა და მერე შემდეგ ბლოკით აშენება. ხა განახებთ ამ ბლოკებსაც, რას ნიშნავს ბლოკით აშენებული, რაღაც მასშტაბური არ წარმოიდგინე. ანუ შიგნით ეს ერთი ოთახი გაქვთ ხოლოდ და ამ ერთ ოთახშია ყველაფერი? გასაგებია. არა მივზე. ანუ იატაკიც ანუ აქ ხალხი ცხოვრობს. სხვათა შორის აქ ჭერი ჩამოვარდა რამდენჯერმე და მოხუც დაეცა ამ ამბავსაც ვაშუქებდი მე. და იყო ხშირად არის იმის საშიშროება, რომ ადამიანებს ჩამოყალიბდა. ანუ ცხოვრობს ზემოთა ცხოვრობენ. კი, ცხოვრობენ აქ ყველგან, იმიტომ რომ შეიძლება მიუხედავად იმისა, რომ ნანგრევება დააქცეული. ანუ არა, მე მგონია რომ ზემოთ არ ცხოვრობენ. წამო მაინც ნახოთ რა. არა, შანსი არ არის აქ ვერავინ ვერ ცხოვრობს. აბა სათავსოდ იყენებენ ამით. ხო. ნანგრევებია რა. გამარჯობა. ცხოვრობენ აქ. კი? მართლა? შუქი არის. თქვენ ცხოვრობთ? შეიძლება. გამარჯობათ. გამარჯობათ. გამარჯობა, როგორ ახარ? ალამაზი ხარ. შენ ცხოვრობ აქ? არ გაცადეთ ჭამა. მუშაობ იმ ოჯახში. ძალიან ბევრი რამეა სალაპარაკობ, არაფერს მარკი მიზრია ახლა ამ ეტაპზე. იმიტომ რომ აზრი არ აქვს. მესმის თქვენი იმედგაცრუების. რაფერი არ შეიძლება, მესმის თქვენი მოვადა. რაფერს ვერ ამხრივ პერსპექტივას. ამიტომ დომინირებია. ანუ ლაპარაკით არაფერი არ გეცვლებათ. არა. მესმის ძალიან კარგად რასაც. არ ერთხელ ყოფილა ესეთი რამეები იყო.
აი ფერა შეცვლა. იგივე გრძელდება. კი. მესმის. და უორესობის კებიდის კიდე. იცით რა მითხარით, ელოდებით ახლა ბინას რა ახალ იმაში ხართ? ნახოთ მეორე ეტაპი დაგვირდნენ, მაგრამ ნახოთ კლასი. აი ეს გარანტიის ფურცელი მიიღეთ? აი მეზობელმა მითხრა და მაქედან ვიცი აქ რაღაც გარანტიის ფურცელს. მასაც მე საუწე ძალიან ბევრს. და მე დავატომ ფილმებს. ხობიში. მითხარი შენ სადმე თუ დადიხარ? ბავშვი არ გადაუყო ალექს არ უნდა. არა. სადმე დადიხარ? აი რამე წრეებზე? კი, ხანდა. რაზე? იშვიათად. რატო? იშვიათად რატო? კადრის მიღმა ულამაზესი 12 წლის გოგოა. შევთანხმდით, რომ იპოვის ინგლისურის მასწავლებელს და ნანუკვას ფონდი დააფინანსებს მის სწავლას იქამდე, ვიდრე მას ამის სურვილი ექნება. ეს არის სხვენი წარმოიდგინეთ. წეღა რო განახეთ, ჭერი რო ვარდებოდა, სახურავი რო ვარდებოდა, ანუ ამ გზას გამოდიან. ოცნების ქალაქში განახეთ რა ხდება ოცნების ქალაქად წოდებულ ადგილას, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, რა ყოფაში ცხოვრობენ, როგორ ცხოვრობენ. რა უჭირთ და რა ულხინთ, არ ვიცი, ულხინთ ალბათ. დარწმუნებული ვარ. იმედი მაქვს, რომ ულხინთ კიდეც. არჩევნების მეორე დღიდან უკვე ქართული ოცნება როცა მოვიდა ხელისუფლებაში, მეორე დღეს ქაოტურად ძალიან ბევრი ფიცრული გაჩნდა, მუყაოს ქალაქი გაჩნდა აქ, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მქონე ადამიანი ჩამოვიდა და მათ პირველი რასაც აკეთებდნენ მედიასთან კომუნიკაციობდნენ, ან ძალიან უყვარდათ მედია საშუალებები, ძალიან უყვარდათ ჟურნალისტები და რატომ ეს უნდა უთხრათ ადამიანებს, იმიტომ რომ მედია საშუალებების დახმარებით წყალი გამოიყვანეს, დენი გამოიყვანეს და ცხოვრება შესაძლებელი გახადეს ამ სივრცეში. დიახ, ანუ იცოდნენ რომ თუ მედია გააშუქებდა ამა თუ იმ საკითხს, მათ საჭიროებას ზუსტად იცოდნენ რომ ამას მოყვებოდა რეაგირება. როცა ხანძარი ჩნდებოდა და ძალიან ხშირად ჩნდება აქ ხანძარი, იმიტომ რომ სადენები არის ძალიან ქაოტურად გაყვანილი. ხანძარი როცა ჩნდებოდა 112-ის ნაცვლად აქ მცხოვრები ადამიანი ხშირად რეკავდა ადგილობრივ მედიაში. როცა ეს ფაქტი დატრიალდა, მე ისეთმა ადამიანებმა ხელი მკვრეს და ასე ვთქვათ, ჩემი ადგილიდან გაძევება ითხოვა ეს, ანუ შოკირებული ვიყავი. ან ჩემმა საყვარელმა რესპონდენტებმა 12 წლის განმავლობაში კვირა არ გავიდოდა, რომ ჩემთვის არ დაერეკათ, ხელი მკვრეს და აქედან ჩემს გაძევებას ითხოვდნენ. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ადამიანებს არ ვაკრიტიკებთ, იმიტომ რომ გვესმის, რომ მათ ისე უჭირთ სოციალური ვითარება, ისეთი მძიმეა. წარმოიდგინეთ, ახლა ამ ფიცრულში რო ცხოვრობ და უკეთესი ცხოვრება რო გიდა, ბუნებრივია თანხმდები ყველა პირობაზე, ამიტომ არ ვაკრიტიკებ. მაკეთ არავინ არა. არა, მაკეთ არავინ არა. კი, წამოდი. ოკეი. გამარჯობა. მოგესალმებით. შეიძლება რომ გაგისაუბროთ? მეც მიყვარხართ და ამიტომ მინდა სულ 5 წუთი დამithmot. გამარჯობათ, ქალბატონო, როგორ ახართ? კარგად უნდა იყოთ, კარგად. არ გვაქვს შემოწყობილი. ახლა გადმოვედით ერთ პატარა ოთახში ვიყავით იქით. ხო. და დაანგრიეს შენობები და მე გვითხრე შევაკეთეთო და შევაკეთეს ესე გიგვივიდა 2000 ლარი კი. მარტო კედლები იყო დარჩენილი და რაც რომ კარგი იყო დიგვინგრიეს და მე გაგვაკეთებია ხამდა. შეიძლება აქ რომ შევიდე? კი. მაგს მოდი. ანუ თქვენ ესე იგი 12 წელია? მოწყობილი არ დაგვითმეს, აქაო არ შეხვიდეთო ყველა დაინგრესუმეო, მერეო სხვა მოდისო სოფლებიდან გვემატებაო და აღარ მოგვიწევსო კიდევ ბინებიო და დაანგრიეს ეს ფითევად და დევკავეთ და ეს ხამდან გადაუხურეთ, მე გვითხრეს გააკეთეთ. ანუ თქვენ ალბათ იმას გულისხმობთ, რომ ვისაც ბინა მოუწია და გადავიდა ახალ კორპუსში, იმათ გამოთავისუფლებული სახლი დაიკავეთ თქვენ, ამას გულისხმობთ. კი, მათი, მაგრამ მოწყობილი დაანგრიეს. და თქვენი იქ იყო მოწყობილი, სადაც ახალი კორპუსების შენებლობა იწყება და დაგინგრიეს, ხო? ამას გულისხმობთ. სამოსასლეში ხონდა პატარა ოთახი იყო და სიძე ბავშვი და მე ბადიში ვერ ვერტეოდი. და უთხარი რომ დაგვითმეთო და სხვანებმა მეზობლებმა თქვენს რომ ესაო ყველა დაინგრესუმეო, შემოდიანო ხამდანო სოფლებიდანო სხვაო და ბევრდებითო, ბევრზე გავდივართო და იბინაო ხამაი აღარ მოგვიწევს ჩვენო და იმათ მოუწევან.
ანუ თავისუფალი სახლები იმიტომ დაანგრიეს რომ არავინ არ შესულიყო. ვარვინ არ შევიდეს და ჩვენც არ იმითმეს არ მიყვანეს რომ მე და ინგრა ჭერი და იგინი ბოლოხან კარები ფანჯრები ხამდან ვაკეთე და 2000 ლარი გიმივდა ხამდან გაკეთება. თქვენი შემოსავალი რა არის? არაფერი. პენსია და 40 ლარი დახმარება და პენსია 420 ლარი. ეს არის ჩემი შემოსავალი. ოჯახში ვინმეს სიძეით ვერ მუშაობს და ახლა წასულია რომ 9:30 ამუშაო რომ იმუშაოს და გოგოც წასულია. კაცად, აბაზანა სად გაქვთ? აბაზანა მოდი. ხო შეიძლება რომ შევიდე. კი. ეხლა თქვენ ბინას როდის ველოდებით? რა ვიცი 2028 წლამდე იქნება იყო ტელევიზორში მოვიდნენ აქ იყვნენ მოსულები და რა ვიცი. თქვენ არიყავით იმ შეხვედრაზე პრეზენტაცია რომ უკვე მივედით მთავრდებოდა 10-ზე ყოფილიყო და მივედით უკვე 12 იყო და მთავრდებოდა და არ დავსწრებულა. ან წინასწარ არ იცოდით რომ პრემიერი არ მოდიოდა? ვიცოდი. არ გითხრათ ხო? ხო, თითეულად არ თქვია რომ არისო და როცა გევიგეთ უკვე დაგვიანებული იყო და დამთავრებული იყო. სავარაუდოდ ის ხალხი იყო მიწვეული ალბათ, ვინც ალბათ ხელისუფლების მომხრეა თუ რანუ რა განსხვავება. შეიძლება ისინი იყვნენ მარტო, იმიტომ ქოს მე უმეტესად ბინების ხალხი იყონო და იგინი მათ არ თმესლო. ხო, ანუ ვინც ცხოვრობს უკვე ის ხალხი. ვინც კორპუსებში გადაყვანილ გასაგები. უმეტესად ისინი იყონო და იმათ ანუ თქვენ რაღაცნაირი ზუსტი პასუხი, როდის გექნებათ ბინა არის? 28 წლამდე იქნება უისით ფესიკა. უღრმესი მადლობა რომ მიგვიღეთ. ღმერთიდან ვართ რაც ხა იქნება რა ვიცი. თუ მივესწარი რომ ოცნების ქალაქში რომ შემოვედი და დავინახეს რაღაცა პატარა ქოხები და წარმოუდგენელი იყო ჩემთვის რომ აქ ადამიანები ცხოვრობდნენ, სულხანმა მითხრა რომ არა, აქ ყველგან რასაც ხედავ, რაც უნდა წარმოუდგენელი იყოს, იცოდე რომ ამ ქოხებში ადამიანები ცხოვრობენ. სულხანი არის ჩემი კოლეგა აჭარიდან, რომელიც ბათუმელია, აჭარელია, შესაბამისად პირველი დღიდან ოცნების ქალაქის გამშუქებელი ჟურნალისტია, აღმწერია ყველა დეტალის და იცის ძალიან კარგად როგორ დაიწყო ეს პროცესები. პირველი ქოხის ჩადგმიდან დღემდე იცის ყველა პროცესი, ამიტომ სულხანი იქნება ჩვენი გიდი დღეს. გამარჯობა. ეს ხის პიცრუ ვერ გაიგებენ შედი. მაქს მოგესალმებით. აქედან ეს ცენტრალური გზა როა. აქაც ცხოვრობენ. გამარჯობათ. აქედან არის შესაძლებელი. გამარჯობათ. როგორ ხართ? მოდი მაქს, როგორ შეიძლება? ხართ? მე რა კარგი შეთქვა გაქვთ თქვენ. როგორ ახართ? მადლობ, კარგად. ძანდებოდეთ, მე აქ ჩამოვჯდები ქვემოთ. რას გვიბრძანებ ხალბატონო? რამდენი წელია და ვერ გეტყვით 9 წელი მგონია. და რატომ მოგიწიათ აქ? გადმოგვანაცვლები ეს აქეთ, იქით ვიყავით. 10 წელზე მეტი და იქნება. რატომ მოხვდით აქ? სახლი არ გქონდათ მანამდე თუ როგორ მოხვდით აქ? სოფელში არსებობა აფრით არ არის და რა მოხდით, აწევდეთ აბა. ხო. ვით ვიარსებოთ. თამბაქო აღარ ირგვება, მოსავალი აღარ მოდის. აქრითი არსებობთ ახლა, ეს ჩვენ ვართ, აქრითი არსებობთ. აქა მუშაობენ ბაღნები და სულ. შვილები. შვილები, ბადიშები. რამდენი წევრი ცხოვრობთ აქ? აი, ერთ-ერთი მოვიდა თქვენი ბადიში? გამარჯობათ. ახლა მოადა ეს კეთების. არა, თქვენ მომწონ ხართ, თქვენ მელაპარაკეთ. ბაბუ მირჩევნია. ამირან კარი მომიხურება გულო. აღებაში მოვუყევით ჩვენ სამხარებს, სადაც გუნები უნდა აშენდეს დღეს. იქ აღებაში როდესაც მოვუყევით, სახელმწიფო გითხრა რომ ანუ გადაგიყვანთ ალტერნატიულ ფარკში, ნახევარ ჩვენ გადაგიხდით, ნახევარ თქვენ უნდა გადაიხადოთ, გადმოგვიყვანეთ აქ ჩვეულებრივად, ნახევარი ჩვენ გადავიხადეთ, ნახევარი სახელმწიფომ უბრალოდ გარანტიის ფურცლებს მოგცემთო რომ მომავალში რომ აშენდებაო, მოგცემთო ბინასო. ან ჯერჯერობით გარანტიის ფურცლებს არ იძლევიან უკვე.
მაგრამ იმ პირობით გადმოვედით, რომ გარანტიის ფურცელი უნდა მოგცენ, მაგრამ არ მოუციათ. ანუ ის რა მითხარით, ეს გარემო რა გარემოში ცხოვრობთ? თქვენთვის ნორმალიზებულია უკვე, აი, ჩვეულებრივი გახდა? ეს გარემო თავდაპირველად აი ადამიანი, როდესაც მოდიხარ და საშუალება არ გაქვს, აი სოფლიდან, როდესაც სოფელს მეწყერია და დღეს ან ხვალე ელოდები რომ აი მიწა ჩამოვა და საშუალება არ გაქვს, ალტერნატიული ფართი, რასაც შემოგთავაზებს სახელმწიფო, იმაზე თანახმახტები. აი კი, შეუძლებელია ასეთ 6 ადამიანმა როგორ უნდა იცხოვრო ასეთ წარმოუდგენელი, მაგრამ ეს უკვე ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. ადამიანის ფსიქოლოგია და როდესაც ეჩვევი ადამიანს უკვე მარტივი ხდება შენთვის ცხოვრება მას. ეგუები ამ ყველაფერს სახელმწიფო როდესაც ასეთ დონეზე ჩამოყავხარ და გლეხი ელემენტარულად რა ის მე ვსწავლობ საზღვარგარეთ. ჩამოვედი და ვერცი წამით რა, როგორ მოხდით საზღვარგარეთ? საზღვარგარეთ აი დახმარებით რა, სხვაზე თხოვნით, აი გამიშვეს სასწავლებლად და ანუ ეს შეუძლებელია რომ გლეხმა ადამიანმა ნორმალურად წახვიდე და ისწავლოთ. საქართველოში ასეთი რაღაც არ ხდება. სად სწავლობთ? თურქეთში ვსწავლობ ახლა მე თეოლოგიას. ასეთი რაღაცა, ანუ ჩემ სოფლიდან მაგალითად 120 გვამიდან ერთი ადამიანი ვარ, ვინც რომ აი საზღვარგარეთ გავიდა და ეს არის ალბათ სასწაული. მართლა ახლა მე გამიკვირდა გავოგდი. ამას გლეხი ადამიანი ასეთ პირობებში ვერ შეძლებს. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, რომ ადამიანი ასეთ პირობებში ცხოვრობს. ეს კი არა საერთოდ რამდენი ოჯახია აქ. მე ვიცი მაგალითად რომ ან ჩემზე გაჭირებულიც არის. კი არის. ჩემზე გაჭირებულიც არის. აი მეგობარმა გუშინ თქვა რომ აი ფული ხარ გიქნებაო რომ პური ვიყიდო. აი ასეთი ხალხი ცხოვრობენ აქ. ამპია და ისინი ხებოდნენ. ამპერი ხელისუფლება ძალიან კაი ეცდებიან მათთვის. ეხლა რომ გულზე გაცდებ ეს თავ მოპატი ბოდიში. ძალიან კარგი მაგალითი ხარ იმისა, რომ ნებისმიერი ჭაობიდან შეიძლება რომ ადამიანი მოხდეს. ადამიანი ნებისმიერი ჭაობიდან ან ნებისმიერ ჭაობიდან ამოხვალ ადამიანი თუ არ დანებდები. მაგრამ არიან ისეთი ხალხი, ვინც დანებდა. აი ამ ცხოვრება ბევრი ვიცი, ჩემი სოფლელიც, მეგობარიც, რომელსაც აღარ შეეძლო. ისეთებიც არიან, რომელსაც თავი გაუწირიან, თავი მოუკლია, ან გაჭირვების გამო, ან იმის გამო, რომ ხვალდაზე ბანკი დაადგება თავზე და რა უნდა აკეთოს. ამირანი თურქეთში თანად აფინანსებით სწავლობს, ანუ აფინანსებს თურქეთის სახელმწიფო, მაგრამ 20%-ს იხდის თავად. ახლა საქართველოში იმიტომ ჩამოვიდა, რომ ის 20%-იც ვერ გადაიხადა. მისი ამბავი ამ ქალაქიდან, დასახლებიდან თუ აი არ ვიცი, ამ ადგილიდან გასვლის შესახებ. იმდენად ჯადოსნური იყო, რომ დაუმსახურებელია. უფლობის გამო აქ ჩარჩენილიყო. ამიტომ სწავლა დავუფინანსეთ. უღრმესი მადლობა სხვა. ჩვენ ფონდიდან გვაქვს სტუდენტების დაფინანსება, ის ტიბისი ბანკმა მოგცო თანხა ტიბ სტუდენტებისთვის და შენ ჩაგირიცხოთ, ანუ 800 ლარი რო ჩაგირიცხო 2-ს დაგიფინანსებ, ხო კურსს? 800 ლარი რო იყოს ორი კურსი იქნება. ვაი მე დაგიგოლა. გამარჯობა. შეგარა ხარ? მაგრა ჩემ. კარგი, სწავლობს ადმე? არა. სკოლაში კი. ისე სპორტზე? არა. რატო? ისე რა, просто სახში ვარჯიში. აქ ეს არის სილისტი. აქ რაც არ უნდა ბავშვი უნდა ყავდეს. აქ მაინც ვერ გეყოლება კარგად. სოციალურად დაუცველი ვარ. და რამდენს იღებ ჩემ წელს? 600 ლარი. და ამ 600 ლარი ცხოვრობ. ხო, მუშაობ 300 ლარიანი სოციალურმა დამასაქმა. მეთქი 600 ლარზე იმ 300 ლარსაც დავაყოლებ, რომ ბავშვები არ მყოფნის ფაქტიურად ეს 600 ლარი. ყველაფერი დღეს გაძვირებულია. ხან წამალი მჭირდება, უმეტესად წამალი მჭირდება ამაც. ახლა ეს მყავდა მომორჩე, ახლა ეს მყავს ცუდად. ანუ ძალიან ისეთი პირადი ინფორმაცია უნდა გითხოთ, შეგიძლიათ არ მიპასუხოთ, მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს და ეხლა სახლში საჭმელი რა გაქვთ? ეხლა კარტოფილის ყიდულობ ასე ცოტა-ცოტათი ასეთნაირად, ანუ ახლა სასადილოში უშვებ ბავშვს, რომ
ჩამოიტანოს სასადილოდან პური და რაღაცები. ანუ უფასო სასადილოდან მოგაქვს საჭმელი. ხო, ეხლა მე მაქიდან და უმეტესად ახლა ბევრჯერ მაქვს ესეთი გაჭირვება მქონია, რომ არ მქონია და სასადილო პურისგან დამხმარებია საჭმელისგანაც. მადლობას ვეტყვი ხალხს. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ახლა ვერჩი რადგომისთვის ვინდა დღევანდელ პერიოდში ეგეც საჭირო. ნამდვილად აუცილებელია სოლიდარობა და ხელის გაწოდება. ანუ მაგალითად აი გუშინ სადილი რა გქონდათ რომ? გუშინ ზოგადად რა ვიცი, ისე ვიგივე რაღაც კარტოფილს, ეხლაც კარტოფილს ვწვავ ბავშვებს და დღეს ვეუბნებოდი ახლა კარტოფილის ახსია და პიური აღარ წამოიღო მეოთხარი და მაგარ მასე. ხან გვაქვს მომენტი რომ ჩამოგვაქვს, მიდის ახლა სასადილოდან ჩამოიტანე. რა არის ისეთი საჭიროება, რომელიც თქვენ შულს უნდა და არა აქვს? რა ვიცი, არის ზოგადად განათლება. მაქსიმუმი ვთქვათ, რომ 10 ქულა ბედნიერების. აი, თქვენ ამ 10 ქულიდან რამდენი ქულა გაქვთ ბედნიერების? 6-7 სულ წუთში და რომ მაინც ხო თავარია ბავშვები მოყავს ჯამთელად და აი ზოგადად ნათქვამი აი მისი რომ ოიმე შენ ინვალიდის ყოლ და ოღონდ ბინა მოგიწევდა. იმ ბინას აი ინვალიდოს არის ზოგადად რომ ამბობ. რო ინვალიდი რო ყოლოდა ხო, ბინა მოგიწევდა. ეს ჯამთელი მყავდეს და ის ცოტა გვიან მომიწევს ბინა მირჩევი. ვისუ ვინ გითხრათ ეს? არა ისე ამბობენ ზოგადად. აქ? ხო, აი ზოგიერთი კომპლიმენტი ხალხი არიან. რო ესე გეუბნებიან, რომ ინვალიდი რო ყავდეს, კაიაო ბინა მოგიწევს, ხო? მე ვთხარი, თავარია შვილები ჯამთელად მყავდეს. ეს არის ბედნიერი მომთავარია, ჯამთელად იყვნენ ყველა და ცოტა შევჭამო მირჩევნია. გამარჯობათ. დედოფლის ხაროში ჩამოვედი 2010 წელს. დიახ. იქ ცხოვრობდი, მეუნება მქონდა, რავი, ყველაფერი მქონდა. დიახ. აი, მიწებით გაგვიყიდეს რა და გვართვეს და წამოვედი არაფერი ის არ ქონდა და საქონელი ყავდა და გვეხოცა. აჰა. და წამოვედით იმის მერე აქ ვართ რა. 2015 წელს რაღაც გავარდა ხმარო შემოსახლება წამოვედით ჩვენც. აი ბოლოს თავრობა რითი დაგეხმარათ, ეს საინტერესოა. თავრობა? დიახ. თავრობა არაფერი. ბინა რომელსაც თქვენ ელოდებით, როდის იქნება რამდენხანში? აი, ვიცი, იქნება ცხოვრობა ახლა მაგას ველოდი. ხო. მაქვს საცხოვრებელი სახლი ახლა რაც წყალი არ ჩამომდის ამ წუთას ახლა თქვა წყალი ჩამომდის და ისა მაგრამ რა საცხოვრია? ცხოვრობ რა. ჭერი გაქვთ მოკლედ. ჭერი გვაქვს და არ სველდებით ბავშვები კარგად ყავს და ჯამთელად არიან ჯერჯერობით და რა ვიცი. მართლა ჯამთელ გიმყოფოთ. ანუ ეს ადამიანები რომლებიც ახლა იმ კორპუსში ცხოვრობენ, ადრე ისინი ფიცრულებში ცხოვრობენ. ჩვეულებრივად აქედან აღება არის ახლა ვისაც მოუწია. დაშლილები აქვს. ხო, ანუ შესაბამისად ეხა მოლოდინია იმისა, რომ ყველაფერს აიღებენ და ასევე იგივე ტიპის კორპუსში გადაგიყვანენ. ერთი რამ მაინტერესებს რა, აქ ეხა როგორ არის, ჩასახლება უკვე აღარ ხდება თუ? აღარ. ამისი აღრიცხვა კეთდება. ეს პროცესი შეჩერებულია ამიტომ. უკვე შესულია. აქ სავარაუდოდ რადგან ბუქლომია არა, ხო? ხო, სავარაუდოდ სახლში არ იქნებიან, აი აქედან ისმის ხმა. გამარჯობათ, როგორ ხართ? კარგად მოძაბნე. მადლობა დიდი. უი, თქვენ რა კარგი მაღალჭერიანი აგიშენებთ. პირველად ვნახე ოცნების ქალაქში მაღალჭერიანი სახლი. მე მგონი ცუდ დროს შემოვედით, ხო? როგორ გეკადება? ტორმისთვის ფხას მომზადებ. თქვენ ხო გამარჯობათ, როგორ ხართ? ვინ მუშაობს ოჯახში? რამდენი და? მუშაობს ყველა, რა კარგია, იმიტომ რომ ოჯახები ნახესაც არ მუშაობს არავინ.
კი, მუშაობ რა თქმა უნდა, ისე როგორ ირჩენ თავს. ანუ ზოგხა სოციალურით. ჩვენ სოციალურად დავცველი. აქ ადამიანებს ვაკვირდები, რომ ძალიან ჩვეულებრივი და ამბავია. იძულებული ხარ, რონავს გააკეთებ, ვერაფერს ვერ გააკეთებ. არ გაქვს შესაძლებლობა, ჩვენს გვინდა ხა ძალიან მაგარ ბინაში ვიცხოვროთ, ძალიან მაგარი სახლი გქონდეს, 5-სართულიანი აუზებით და რაღაცები, მაგრამ არ გვაქვს შესაძლებლობა და რაც გვაქვს, ხა ეს არის ფაქტი სახეზე. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ახალრობისთვის 5-სართულიანი სახლი გაქვთ. ძალიან დიდი მადლობა, გისურვებთ ყველაფერს კარგს. გისურვებ 5-სართულიან სახლს აუზით. ამინ. აქაც არიან თორცები საჭი ხო? კი. უკაცრავად. უკაცრავად. ეს სახლია ხო? კი. გამარჯობათ. როგორ ხართ? გამარჯობათ, გოგოებო. მიგვიღეთ, მადლობა. რამდენი წელი აქ ცხოვრობთ? 12. ყველა 12 წელი, ანუ თითქმის ახალი შემოსახლებული არ ყავთ, ხო? არა. ყველა იმდროინდელია. კი, ყველა. და ეს თქვენი ფართი, ეს არის თქვენი ოთახი, სადაც გაქვთ სამზარეულოც და საძინებელიც. შეიძლება რომ ნახოთ? კი, როგორ არა. გავაკეთე და მე ახლა გადავისავთ. აქსართ არაფერი არ იყო და თქვენ დაიწყეთ ხო შენებული? ანუ ეს თუ თქვენია შენებული? კი. ანუ თავიდან ფიცრულები იყო და კი, თავიდან იყო რაღაც პატარა კოხები მქონდა, მე გავაკეთე და მე ახლა გადავიდენ, ვაპირებ ცოტა მიმატებას, რომ უკვე ბავშვები რომ არიან. უკვე აღჭირდება რა ცოტა დიდი ფართი, ბავშვს სწავლა უნდა, მაგიდა უნდა თავისი ადგილი არ დავდოთ ბავშვს მაგიდა რომ ბავშვმა ისწავლოს. ხო და უკან იყო სახლები, გენი გადავიდნენ ბინებში და ახლა ვცდილობ ცოტა რომ ამიდები გამოვა. რა არის თქვენი შემოსავალი იდეაში ზოგადად აი თავში რითი ცხოვრობთ? სოციალური არის და ხოლმე რომ გავდივარ სამუშაოზე, ემაგ ხოლმე გავდივარ მუშაობ და მოვდივარ. თურქეთში? თურქეთშიც კი. ეს არის ის სახლი სადაც ცხოვრობთ? კი. და აქ რამდენი ოჯახის წევრი ხართ? 5. შეგიძლიათ ჩამოთვალოთ ვინ ცხოვრობთ? მე ჩემი მეუღლე და ბავშვები. 5 ვიყავით და 4 გავხდით. 5 ვიყავით, მაგრამ ახლა ამჟამად 4 ვართ. პირველ რიგში უღმეს მადლობა ინტერვიუზე რომ თავთებით, იმიტომ რომ ვიცი ახლა რა რთული ყოფა გაქვთ და ემოციურად რაც უდათ ხართ, ამიტომ განსაკუთრებით უღმეს მადლობას გეუბნებით, რომ ნდობა გამოგვიცხადეთ. ეხლა შეგიძლიათ რომ აი ის დღე გაიხსენოთ. აქ ვიყავი რა ვიცი, აგერ მოვიდნენ 2 საჭმელი შეჯამეს, 2 ლუკმა მოიღეს, 2-ვე თეფშიდან ხვალე ბეუშაურმას ვერ შევჭამ. 2 ლუკმა მოიღეს და
მამიო ჩვენ იქეთ ვითამაშებთ და მოვართ ვაგერ მეზობელთან დაჩის. გასაგებია აქ საუბარია ორივე ანუ თქვენი ბავშვი და მეგობარი მეზობელი. სულ ერთად იყვნენ რაღაცას რო უყიდიდით ერთმანეთს ელოდებოდნენ აი გარეთ და ერთმანეთს უყოვდნენ სულ ყველაფერს ერთმანეთს ჭამდნენ და არანაირად არ ჯიბებში ჩაიწყობდნენ რომ ჩუმად რომ მე იმას უნდა ვაჭამო მე იმას უნდა ვაჭამო თუ გინდათ ლარიანი ყოფილი იყო თუ გინდათ რა ხო ყველანაირად არ შორდებოდა აქედან რო გავიდა აი რატო რამე ნუ ბავშვი რომ მოიკითხა რომ მასთანაც არის როცა გადიოდა ყოველთვის მის გვერდით ვიყავი ყველანაირად სულ ვეძებდით რომ ბავშვის ყველგან დადის რაზე აქედან რო წავედით რა ვიცი სადაც თვითონ ბავშვები დადიოდნენ ყველგან ვეძებდით ბინებში ჩავედით ის კაცოცხლშოლა იყო რომ დადიოდა და ვეძებდით ხო რა ვიცი, სად არ ვეძებეთ, რა ვიცი, ყველგან ვეძებეთ. ის ხო ეს თვითონ ბაბუამ ნახა ორი მე როცა იპოვეს მე სახში ვეძებდით და რომ მოვედი და გაიქეთ ბავშვები ნახესო ეგრევე გავიქეცი და მივედი მაგრამ იქ იყო გადარჩენის შანსი იყო არა ორი საათი სულ მეჩხუბებოდი ყველა ბავშვს ვისაც დავინახავდი ვეჩხუბებოდი ალმადი ჩარცე რო გადიოდნენ რომ წადით ბიზია სახში რაც გინდათ მოდით იგერ მე გიყიდი ოღონ აქ არ გამოხვიდეთ მეთქი მაგრამ ჩარცე არ არსებული იყო რომ მაგენი გასული მეუბნებოდნენ აქზე მოვიდოდნენ ორივე რომ ბიზიაო იქო ჯარც უაგროებენ და ბაღნებიო და ჩიფსი დაეყრდნ მე ვთხარი იქ არ გიყიდოთ არ გახვიდეთ ოღონ და მე გიყიდით მაგენს მე ვთხარი იქ არ გახვიდეთ მე ვთხარი საერთოდ მე გიყიდი როცა გინდანან მოდით მე მითხარით მე წაგიყვან ამ ფულს მოგცემ და გადით და იყიდეთ მე ჯარცე მაგენი ერთი ცალი რო არის ის არ მოუგდანიან საფს როგორც ბაბუამ იყვებოდა ერთი ბავშვიო ჩასულიო ხო და ის პატარა და მეორე გადასარჩენად თქვენ ამ ვერსიას მაგენი სულ ერთად იყვნენ არ დატოვებდნენ ერთმანეთს სულ ერთად იყვნენ რა არ დატოვებდნენ სადაც არ უნდა ყოფილიყო დასახმარებლად რო იმიტომ რომ ამდენი წელი აღწხოვდა ხო ამდენი წელი აღწხოვდა ეს ბავშვი დაიბადა აქ გაიზარდა ანუ ეს ჭაი საიდან გაჩნდა მანამდე ხო საფრთხე არ იყო ამ ჭის არსებობის იქ ცხოვრობდნენ და რო გადავიდნენ იქ ცხოვრობდნენ და რო გადავიდნენ იქეთ მაგ რაღაც იგი იყო რა ზემოდან დაგებული და ზუსტად არც იქ დავდიოდით ხოლმე მაგრამ აი იქ ისეთი არ შეგვინებჩნებია ზუსტად ხო და მაგით ანუ ეს ჭა მანამდეც არსებობდა საიდან კი არსებობდა მაგრამ იქ სულ დავდიოდით მაგრამ ვინმე არ ჩავარმიდა და არ ვიცი ზუსტად რა მოხდა იქ სულ დავდიოდით
ანუ არის ის ვერსია რომ შეიძლება ჭაზე სახლი იყო და რომ დაანგრიეს მერე გაჩნდა. სახლი იყო კი ბატონო, იყო სახლი. მაგრამ ის თვითონ იმან იქ ის დახურებული ქონდა, მაგრამ მე რა მოხდა არ ვიცი. როგორ მისმის. უნდა გითხოთ თქვენი ემოციური შოკი. რომ ეძებდნენ მე სახლში შემოვედი, რომ პატარა ბავშვი რო იყო. ხელოვნურ სუნთქას უტარებდი, თითქოს ჩამესმოდა, რომ ყველა უნდათ. ეგრევე ავიდა ციხეში, წავიყვანეთ, მაგრამ მედი მქონდა. მაგრამ მერანაირად ვერ ვიშვი. იქ რომ მივედი უკვე საავადმყოფოში რომ მიმიყვანეს, უკვე ხტებოდი, რომ აღარ იყო. ეს არის ოჯახი, სადაც ჩავწერეთ ბავშვის მშობლები, ანუ ბავშვი ცხოვრობდა აქ. ეხლა ჩვენ წავალთ შემთხვევის ადგილზე. ეხლა ნახეთ რა არის სიმართლე. აქ ამ ტერიტორიაზე თქვენ ეხლა ნახეთ, რომ აი ამ ბარაკების და აი ამ სახლების ირგვლივ უკვე არის ეს დაცარიელებული ტერიტორია. რატომ? აქ იყო ბინები, ფიცრულები, რომელიც დაანგრიეს, იმიტომ რომ ამ ადამიანებს აძლევენ ბინებს, შემდეგში, როდესაც აქ აშენდება საცხოვრებელი კორპუსები. ანუ აქ შენდება საცხოვრებელი კორპუსი. აი იქ სადაც თქვენ ახლა ყვითელ ზონარს ხედავთ, იქ და მთლიანად ამ ტერიტორიაზე შენდება საცხოვრებელი კორპუსები. თქვენ ხედავთ დაცვის ჯიხურებსაც, თქვენ ხედავთ სამშენებლო ტექნიკასაც. იქ რატომ არ იყო მანამდე ჭა და რატომ გაჩნდა შემდეგ ის ჭა? იმიტომ რომ იქ იყო საცხოვრებელი ბარაკი, მოდი ესე ვთქვათ, ფიცრულები, რომელიც დაანგრიეს და ამ დაანგრევის შემდეგ იქ აღმოჩნდა სივრცე, რომელიც იყო გასაფრთხილებელი. ამიტომ, როდესაც ამბობენ, რომ აქ სამშენებლო ტერიტორია არ იყო, ეს არის ტყუილი. კორპუსების გარდა აქ უნდა აშენდეს სკოლა, საბავშვო ბაღი, სპორტული ინფრასტრუქტურა, ანუ მთელი კომპლექსი უნდა აშენდეს, ქალაქი უნდა აშენდეს და ეს არის მთლიანი სამშენებლო მოედანი, ხო? მომხდარი და რამდენიმე დღე გავიდა და აი სამშენებლო მოედანი დღესაც არ არის შემოსაზღვრული. რასაც ამტკიცებენ, რომ აქ კორპუსები არ შენდება. აი თქვათ, ეხლა აქ არ შენდება კორპუსი, მაგრამ აი სადაც ტრაქტორი არის, შემოსაზღვრული არის. ანუ ამბავი იმის შესახებ, რომ ბავშვი შორს გაუშვა ოჯახმა, არასწორია მეგობრებო. ეს თითქმის ეზოა. თითქმის ეზოა ამ ოჯახის და ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დეზინფორმაციის გავრცელებას ხელი არ შეუწყოთ.